მაგრამ არის ხანდახან შემთხვევები, როდესაც აშკარად ვლინდება, რომ ეს არის ბოროტება. მაგალითად, როდესაც აშკარად ქრისტიანი ქრისტეს საწინააღმდეგო მოწოდებებს ავრცელებს. მაგალითად, როცა მღვდელი ამბობს, რომ ლოცვა მას არ ჭირდება და საერთოდ ლოცვა არ არის საჭირო, რა ვიცი რა. ეს აშკარად ბოროტება არის, იმიტომ რომ ქრისტეს წინააღმდეგია. და რა საწოდავია ქრისტიანი, სხვა ქრისტიანი, რომელიც ამაში ბოროტებას ვერ ხედავს. დღეს აქტუალურია ხო, რომ ლოცვა არ ჭირდება ადამიანს. ხო, აქტუალურია ეს. ესე იგი, რა საინტერესოა იცით, რომ ძალიან საერთოდ ადვილი არ არის სიკეთისა და ბოროტების გარჩევა. რატომ? იმიტომ რომ სამყარო არ არის შავი და თეთრი. რომ აი ეს თეთრი არის ქრისტე და შავი არის ბოროტება. არ არის ეს. რუხია, ნაცრისფერია, ესმის ჭრელია. ამიტომ ძალიან ძნელია გაიგო, ძალიან რთულია. ამიტომ როცა ადამიანი სიკეთეს ემსახურება, ან ბოროტებას გავრბის, შეიძლება გაგეცინოს თუ სულიერად შეხედავ, იმიტომ რომ ის სულაც არ არის ეშმაკი ბოროტებას რო უწოდებს და ეს სულაც არ არის ქრისტე სიკეთეს რო უწოდებს.